ეს გახლავთ მეორე შეხვედრა არაფორმალური ქსელისა ისტორიის ხიდები, რომელიც აერთიანებს შავი ზღვის აუზის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, ასევე წარმოდგენილია კვიპროსი, სულ მთლიანად არის 11 ქვეყნის წარმომადგენელი. მიზანი არის გამოცდილების ურთიერთგაცვლა და სამომავლო გეგმების დასახვა. Coming you here in the regional office of DGB International in Tbilisi. ეს არის მეორე სამუშაო ვორქშოპი ორგანიზაციის ისტორიის ხიდებში. პირველი შეხვედრა შედგა ამ წლის მაისში თურქეთის ქალაქ ხოფაში. ეს არის არაფორმალური გაერთიანება ორგანიზაციებისა, რომლებიც მუშაობენ უახლესი ისტორიის დამუშავებაზე, კონფლიქტების პრევენციაზე და შერიგებაზე. ესენი არიან თეორეტიკოსები და პრაქტიკოსი ექსპერტები, როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე სახელმწიფოდან. ჩვენი ორგანიზაცია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მკვლევართა პატარა ჯგუფი, რომელიც მესამე წელია უკვე მუშაობს საბჭოთა ისტორიის შესწავლაზე და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუდმივი მხარდაჭერით გერმანული სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის DIV International, რომელიც ამ 3 წლის მანძილზე ინსტიტუციონალურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. ჩვენ მიზანი ძალიან პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ მარტივია, იმიტომ რომ თითქმის ხელშესახები კვლევები არ არსებობდა დღემდე ჩვენი უახლესი ისტორიის კონკრეტულად საბჭოთა პერიოდის შესახებ და ამ დიდი სიცარიელის ამოვსება ჯერ ერთი საჭიროა, აუცილებელია და მეორე ეს გაკეთდეს თანამედროვე მეთოდების გამოყენება, თანამედროვე ხედვაზე დაფუძნებული მოქმედებებით. Каким-то образом определить новые тенденции